მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ მთავრობის მხირებას სასურსათო უსაფრთხოების უდიდეს კატასტროფაში. ქართული ოცნების მიერ დაპირებული სოფლის მეურნეობის აყვავების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ დღეს დაცლილი სოფელი და მთლიანში და პროდუქტში სექტორის წილის შემცირება. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი 2025 წელს 5.9%-მდე შემცირდა. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სექტორის წილი მთლიანში და პროდუქტში 10.3% იყო, ანუ ფაქტიურად განახევრებულია ეს მაჩვენებელი. სასურსათო უსაფრთხოება და ადგილობრივი წარმოების განვითარება ეს არის ერთის მხრივ სტრატეგიული ამოცანა და მეორეს მხრივ შესაძლებლობა რეალურად სახელმწიფოს მიერ ფასებზე სასურსათო პროდუქტების პირდაპირი გავლენის ქონის, მაგრამ საქართველოს ამის შესაძლებლობა დღეს არ აქვს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურად ამის შესახებ გატყუებთ. ამ ფონზე, ამ ყველაფრის ფონზე უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოში ხორბლის 73%, ღორის ხორცის 48% და ფრინველის ხორცის 70% არის იმპორტირებული. საქართველოს ძირითად პროდუქტებზე არის დამოკიდებული უცხოურ იმპორტზე. 2013-2026 წლებში სოფლის მეურნეობის სექტორში ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა პროგრამების გავლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯა 10 მილიარდი ლარი დაახლოებით. მიუხედავად ამისა, დარგის პრობლემები დღემდე მოუგვარებელი რჩება და პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში რამოდენიმეჯერ ჩამორჩება ევროკავშირის სტანდარტს. განსაკუთრებით საგანგაშო ზემოხსენებულ სიტყვებში ჩამონათვალში არის 73%-იანი დამოკიდებულება ხორბლის იმპორტზე, რადგან ხორბლის მთავარი და ერთადერთი იმპორტიორი საქართველოში, ეს არის ოკუპანტი რუსეთი. რუსეთს თუ გადაწყვეტს ამას, ხშირად ვიმეორებთ, რუსეთი თუ გადაწყვეტს ამ ქვეყნისთვის ხორბლის გადაკეთებას და იხილეთ მეზობელი სომხეთის მაგალითები, საქართველოში რამოდენიმე დღეში პურის დეფიციტი გაჩნდება. ხელისუფლებამ დარგში სხვადასხვა პროგრამების და სუბსიდიის სახით მილიარდობით ლარი დახარჯა, თუმცა შედეგი ყველასათვის თვალსაჩინო არის. საქართველოს კვლავ ვერ უზრუნველყოფს საკუთარ სასურსათო უსაფრთხოებას, საქართველოს კვლავ ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების ადგილობრივი წარმოების პროდუქციით დაკმაყოფილებას. სად წავიდა 10 მილიარდი ლარი? ამ კითხვას ვიმეორებთ და გავიმეორებთ მანამ, სანამ მატყუარა მთავრობა პასუხს არ გაცემს ამ კითხვას. სად წავიდა 10 წლის მანძილზე დახარჯული 10 მილიარდი ლარის? რატომ ისარგებლა ძირითად შემთხვევებში ამ 10 მილიარდი ლარის ოდენობის სუბსიდიებით საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების დეპუტატებმა? რატო ისარგებლეს მხოლოდ მსხვილმა ბიზნესმა და იმ ადამიანებმა, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაახლოებული? და მათ რომ ისარგებლეს, რატომ არ არის არავითარი შედეგი ამ 10 მილიარდის ხარჯვაში? ეს კითხვები პირდაპირ ნიშნავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მთელი რიგი ადამიანებისა, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდნენ და იმ ადამიანებისა, ვინც იყვნენ ბენეფიციარები ამ სუბსიდიების. მადლობა.